ხალხი ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერის გადასარჩენად ერთიანდება. ორი პატიმარი ქალი თვეებია, არა ადამიანურ პირობებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზე საუბრობს, თუმცა მათი პირობები არათუ არ გაუმჯობესებულა, არამედ რეგრესია. 27 იანვარს 18 საათზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის წინ იდგება ყველა, ვისთვისაც სინდისის პატიმრების უფლებრივი მდგომარეობა პრიორიტეტულია. Მოვითხოვთ ორივე ქალისთვის ჩატარდეს სრულფასოვანი დამოუკიდებელი სამედიცინო გამოკვლევები. გამოკვლევები და მკურნალობა განხორციელდეს სამოქალაქო კლინიკაში ან შესაძლებლობის შემთხვევაში ნომერ 18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში. ასევე ექიმების რეკომენდაციები შესრულდეს სრულად და უწყვეტად, უზრუნველყოფილი იყოს სამჭირო მედიკამენტები და მკურნალობის მონიტორინგი. მქონდა ვიდეო პაემანი ანასტასიასთან და ჩემი თვალით ვნახე რა მდგომარეობაშია ეს ადამიანი. მაგას გარდა უკვე უშუალოდ საპრობილეში ყოფნის დროს ვნახე რა დონეზე არის სამედიცინო სერვისი და როგორი ოპერატიულობით ბრჭყალებში ხდება რეაგირება ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და მათ შორის წამლების მიწოდება და მკურნალობაც ხშირ შემთხვევაში წყვეტით ხდება. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მივაქციოთ ამ ადამიანებს ყურადღება. ისინი არიან ჩაკეტილი ბეტონის კოლოფში, არანაირი საშუალება არ აქვს საკუთარ ჯანმრთელობაზე სიცოცხლეს მიხედონ. პუტინის მოწინააღმდეგე აქტივისტი ანასტასია ზინოვკინა, რომელიც რუსულ რეჟიმს გამოექცა, ქართულმა ოცნებამ პროევროპულ აქციებში მონაწილეობის გამო დასაჯა. ზინოვკინა თვეებია, ხერხემლის გაუსაძლის ტკივილზე საუბრობს. დახმარების ნაცვლად ქალს პირობები კიდევ უფრო გაუმკაცრეს. პენიტენციური სამსახურის 15 იანვრის ბრძანებაში ზინოვკინა საშიშროების მომეტებული რისკის მსჯავრდებულად არის მოხსენიებული, რის გამოც დამატებითი შეზღუდვები დაუწესეს. ადვოკატები ამ დრომდე ვერ ხვდებიან რატომ. მას შეზღუდული აქვს ახლა ზარების განხორციელების რაოდენობა, ვიზიტების რაოდენობა შეეზღუდა. ეს ბრძანება ეკრდნობა საიდუმლო სხდომის ოქმს. პატიმრები, ვისაც უცვლიან ამ ტიპის იმას არიან, ანუ მომატებული რისკის. ანასტასია 5 ოქტომბრიდან ოფიციალურად არის მარტო საკანში, საფრთხეს ვერავის ვერ შეუქმნის. როდესაც ანასტასია იყო შესახლებული სხვა პატიმრებთან, საჭმლის მიწოდებაშიც კი ეხმარებოდნენ. ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ საკნეებთან, როგორც ვიცი. აგრესიული, არაადამიანური მოპყრობა, მკურნალობის შეფერხება და საჭირო მედიკამენტების დაგვიანება. ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც ციხიდან 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ნანა სანდერი საუბრობს. ქალი შველას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს. ნანასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ დაუმძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვენ ამის შესახებ გავიგეთ 13 იანვარს, მივმართეთ სასჯელახსრულების დაწესებულებას, რომ ჩაეტარებინათ სპეციალურ სამედიცინო კვლევები, თუმცა ამ დრომდე ერთი კვირის განმავლობაში მას არანაირი კვლევა არ ჩატარებია, დაუმძიმდა მდგომარეობა, არის შეშურებული, აქვს ტკივილები, ხერხემლის თიაქარი და მისი განმარტებით 1 საათიც არ არის, რაც 24 საათის განმავლობაში ძილს ახერხებს. ექიმები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, კულტურისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები 27 იანვარს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარ სიტყვას დასავლურად განწყობილი ყველა მოქალაქე იტყვის. გავავრცელებთ ექიმების განცხადებას, რომელსაც შეუძლია შემოუერთდეს თითეული ექიმი და გამოხატოს სოლიდარობა, ვინაიდან ეს არის ყველაზე ჰუმანური აქტი, რომელიც კი შეიძლება განხორციელდეს, განსაკუთრებით, როდესაც ექიმები არიან ჩართულები პროცესში იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებსაც ეს ძალზედ ესაჭიროებათ. ამიტომ მოვუწოდებ თითოეულ ექიმს შემოუერთდეს განცხადებას და დაგვეხმაროს, რომ ანასტასიამ და ნანამ მიიღონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. სამედიცინო მომსახურების არ მიწოდება პატიმრისთვის, რომელსაც ჭირდება ეს მომსახურება, არის გათანაბრებული წამებასთან. შესაბამისად ამ შემთხვევაში ირღვევა მათი უფლებები, როგორც პატიმრების, რომლებსაც არ მიეწოდებათ საჭირო სამედიცინო მომსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ორივე მათგანი სასწრაფოდ დაუყოვნებლივ გადაიყვანონ კლინიკაში, ჩაუტარდეს ყველა მაღალტექნოლოგიური კვლევა და მოხდეს მათთვის შესაბამისი მკურნალობის ჩატარება. პროტესტში ჩართული ყველა ადამიანი არის სოლიდარული ამ ადამიანების მიმართ და არა მარტო პროტესტში ჩართულნი და შესაბამისად ჩვენი მიმართვაც საზოგადოებისადმი ემსახურება იმას, რომ აქციაზე გამოვხატოთ ჩვენ მხარდაჭერა ამ ქალების მიმართ, რათა გადავარჩინოთ მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. სოლიდარობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, სწორედ ამიტომ თითოეული ჩვენგანი
ქვეყნის მოქმედება არის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. პატიმრობის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზე საუბრობდნენ სინდისის პატიმრები ნინო დათაშვილი და ევა შეშიაშვილი. საზოგადოების აქტიურობამ ციხიდან ორივე გამოიხსნა. ამიტომ აქტივისტები ნანა სანდერისა და ანასტასია ზინოვკინასთვისაც ანალოგიურ ბრძოლას აანონსებენ.